ზუსტად 1 წუთის შემდეგ გიბრუნდებით, რაც პრობლემა იყო, შავთეთრად იღებდა. ზურა ჯარიმად შავთეთრში ვნახეთ პეტროს ტირში შესვებული, თუმცა აქ როგორ გაგვიძრა ეს ნახევარწო და ბექა კარგად გადავიდა. კი ბატონო, ბექასთან უკვე 2-1-ზე არიან. მეტის აქტიური გვინდა. სარიელი ყოთ. სტენკა გაგვითამაშა, სადაც გიორგიმ ჩაახშო ყველაფერი კარგი ბიჭი. შვენიერი, ნუგომაც დაუბრუნა. ნუ არა უშავს. აქ შვენიერი ბიჭი მიკიტა. კაი ხარ ნუგო. აბა ლევანივის მონახავს. გავშალოთ თამაში. არავინ არ ეხ ბექა შეწეული ხარ და კრაი აღარ გვაქვს. ჩვენ გვქონდა ბურთი. ნუ კაი, ჩემი შეცდომა არ უნდა ველაპარაკებოდი მოწინააღმდეგეებს, კი არა და ჩვენ კონდის წევრებს. ვაბნევ. ზურამ თავის საფირმო ხოდი გააკეთა და საიდან ჩახაზა. და ხარბედი აქ მარტოა? იმე აი როგორც ხდები ხა გუნდური შეტევები არ გქონია ინდივიდუალურად ზურა რო წაართმევს და ვიღაცა რო წაართმევს მაგის იმედად ვართ. დასარტყმელის პონტი გვაქვს აქ. ბექა 1-1-ზე სახიფათოა მცველთან. ერთ შეხებთ უნდა დაგერტყა ნუ ალბათ. საღოლ ლევან კაი ბრძოლა იყო. ლადო არის მარტო და თემომ შვენიერი ზუსტი პასი მისცა ზურას. თემო გათვალე? ხარბეთ შენია. ეგ შენია ნუგო. აია, გადავაზღვეთ, всё, გადაკეტილია ზონები. აი ხა ეს მომწოს, აი ხა რაც უკვე მომწოს. აი ეს ბიჭი ამოვიდა. ვის იყო? ლევანისი იყო ალბათ, იმიტომ რომ არავინ არ ეტია ლევანის. შვენიერი ლევანმა შვენიერი მოძრაობები შეგვთავაზა და აქ უკვე ლადოს უამრავი ეს არც ოფსაიდი არ იყო. წინ ვართ. კარტოზ ვერ გაიგეს. უკანო კარტოზ ამბა ჩვენ ისე წინ ვართ ამ შემთხვევაში ჩარჩენილები. ანუ მოედანზე ბუნებრივად რეალურად თამაში ითხოვს რომ წინ ავიდეთ და ანუ ვეღარ გვიქაჩავენ უკვე აშკარად ჩვენი ტემპია და კიდევ უკან რატო არ ვიცი. ეს უკვე მე წუთნელსაც გავაკრიტიკებდი აქ. შვენიერია. ნუ ეხა ეს უნდა მიიღო. აი ხო ამ შემთხვევაში ვიდეოზე გამოჩნდება რომ ვინ პლანკად იმოძრაო უბრალოდ არ იყო საკმარისად ფეთქებადი და ვერ მიიღო ბურთი. ხარბედი ამუშავებს კაი ბიჭი და ვოვა. ბრავო ვოვა. ჩაერთო შეტევაში. გაითამაშა 1-2 ნუგოსთან. ნუგომ პასი მისცა იმათ გუნდელს, როცა წინ მიკიტა ეხსნებოდა და შეელვა ეგ. მაგალითად აი იქით წინ პასი მიკიტაზე გაიკეთებინა. აუხსნელი მოვლენები. და კარგად ითამაშებდნენ ლადო და ნუგო. ნუ ერთი ზურა უკან არის, აქ პრესინგს აზრი არ აქვს. გადავკეტეთ. ვოვა ავიდა მშვენიერი, აი ეს დაუზარელი ბიჭი კაია. მაგრამ ეს დარჩა ხარბედიას უკან, ხარბედ უკან კაცი დაგჭა. ხარბედიას კაცზე გაკეთდა ზუსტად ეს პასი. ბექამ წაართვა. ბექა ბრავო! გადაუტანე! ზურა არის მარტო! ნუ ზურამდე ბურთი მივიტანეთ. აი ახლა უკვე გოლია. უყურეთ როგორ გადის გოლი.
ანუ აქ გასაგებია, უბრალოდ უჯიგრა ბიჭებს ახლა რა. თორე დარტყმა შეიძლება ზურას რა თქმა უნდა. ლევანი სად არის აწეული? მაგრამ ხო, ნუ კაციც უკან არავინ არ ყავს. უნდა აწეული ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მე ვარ არასწორი. უბრალოდ წამიერად მომეჩვენა წინ, მაგრამ მივხვდი რომ იმათ გუნდი არ ყავდათ. აქტიურად თუ შევაწუხებთ, აბა ბიჭებო, ანუ უკვე რაღაცა კეთილის მოსურნე ტაქტიკა, ანუ აი შეგვიძლია რომ შევჭამოთ და უბრალოდ აი არ გინდათ ბიჭებო, ვაცალოთ იმათაც თამაში, აი რაღაცა ეგეთი ტაქტიკა არის რა. რასაც უყურებ, თორე აი იქვე შეგვეძლო შეგვეჭამა, იმიტომ რომ არეულები იყვნენ, არც იყვნენ დალაგებულები. შესაბამისად, აი ესე, აქ აგორავებენ, უცებ ერთი ვიღაცას ჩვენიანს გამოეპარება და პასებით შეტევები აქვთ ხოლმე. იქ რო შევაწუხოთ, ალბათ არ ეკნებათ. ჯორჯი ლევანი ყველა ცარიელია. აბა ნახოთ რამდენი აჩქარა გავათამაშებთ ბურთს. მიიღო ლევანიმ, ნუგომ იმოძრავა, ლადო შეირბინა, გადატვირთეს. არა. ვიდეოზეც გამოჩნდა რომ ოფსაიდი იყო. ხარმეთ პოზიციაზე. იყო. ვიდეოში ჩანს იყო. მან როგორ იღებს ბურთს? ლევანი ზედმეტი არავინ არაფერი არ უთხრას, ჩვენიერია. ბიჭებო, აბა ყურადღებით. აქ 14 ნომერი. ეს ბიჭი შეიპარა ბექასკენ, ბექა კონტროლებს. ხარბედია ზონაშია, ზურა იქითა, უკან ნუ ბევრი. წინ არავინ არ ყავს გამოვლენილი, ეს უნდა მესამე და აქ 2-1-ზე თითქოს ბექასთან უკვე უპირატესობაში არიან. მიკიტა ესა ნუ გოლს სადღაც ზონაში. აი ბოდიშიც სადა გული გამისკდა. პრესინგზე რჩებიან მე მგონი. ჩვენ ტაქტიკის შედეგად ბექა ქუჩებას უცარიელ და მეორე მხრიდან რატო არ მიდის შეტევა, არ ვიცი. იქითაც ხო შეიძლება რომ გავაპაროთ გიორგი და ბექაზე არანაკლები ბასრი ტიპი ყავს. შოთა ვიზი აიტანე ბურთი ლადოზე, რომელმაც ბურთი მოიგო. კაია, იქვე შეაწუხა. ლადო, აი ეს მოგიწონე. გოლი. ხარბედიას გოლი 1-0 მშვენიერი. ეს გოლი დამსახურებულია ლადოსი და ჯორჯის, რომელმაც შეაწუხა, წაართვა და ჯორჯმა პასი გაუკეთა. თუმცა იქ ხარბედია მითამაშა თუ ნუგომ ბურთზე არ ვიცი აქ ოფსაიდი რამდენად იყო. მაგრამ საქართველოს საჯებში ეს რაღაცები მოსულა. ნუგო და ინტერესებს თავს ვერ დავდებ. ჯორჯის ასისტი. ნელა გადადით. აი ეს რის გამოგაძურა ეს. დაიხვია ნუგო ბურთი დაგვიბრუნა. თემო მარტივად ვსიო, აბა ნახევარდაცვა ლევანი გაიხსნა, კარგი ხარ ლევან, აი მოითხოვ. ვსიო, ცოცხლად ათამაშეთ, ცოცხლად, მიაცი და უბრუნე, მიაცი. ნუ ეს ცოცხლად ათამა. იმანაც შეცდომა დაუშვა და. ეს ვისი იყო? აი ამ ბიჭს ვინ კეტავს? ლადო კეტავს. მაგრამ მაინც გაუძრა.
ბექა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. გაათამაშე, ლევანი გყავს, ლუკა, ლევანი გყავს. ნუგოს. სურას მიკიტა ეხმარება და ვნახოთ პას თუ გააკეთებს. პას არ გააკეთებს. ანუ რას აპირებს, აი მაინტერესებს. აი, დაარტყი ბიჭო! გაისწორე! ცოტა თითქოს ნელა იმო ანუ შეგელო ერთი შეხებით პირფით წინ შეგდება და ვიდეოს რო ნახავს ალბათ მიხვდება რომ წინ გაგდება და უფრო ცოცხლ დარტყმად შეეძლო. აეჰეჰე. ლადო წინ არის. ლადოს კაცი იყოს, ლადომ ჩააყენა корпуსი. ლევანი მშვენივრად დგას. ნუგო ლევანის დაუტოვე ბურთიში. ლევანი გახსნებოდა სახით. აი ხა ნუგო ვიღაცას უტყნავს ტვინს, როდესაც ლევანის სახით უყურებდა და შეეძლო უბრალოდ უკან ერთ შეხებით ლევანისთვის დაეგდო ბურთი, მაგრამ არ ვიცი, ტვინს ტყნავს რა. ბეკას გადაკიდება. ჩვენია. აი ხარ ლევან, აი შვენიერი ჩასვლა იყო. თემო გავიდა. აი ის სასტავ ვაფშე გავიდა თამაშიდან ახლა. უკან ჩამოვიყვანეთ ხალხი. ნუ თუ ეს ჩვენი გეგმის ნაწილია. ლადო და ლევანი დადგა, არავინ არ მოძლობს, ნუ გოც დადის. ყველა დადის ამ შემთხვევაში. ის ორი კაციც თავისუფალია. ბაჩი აიტანე მაგ დროს. ქუსლით. ინტელექტი, თორე ქუსლით რო გაეკეთებინა. აქტიურად აწუხებს ნუ დაახევინა უკან. მარჯვენა აქედან შეყოლებს თუნია რა ვიცი. ნუგო მაგრა აწუხს არა მოძრაობით ახლა. ყველა ცოცხალი ნახევარწვერი ნამდვილად ნუგოა. ნუ მიგასალმები არა უშავს. ეს ბიჭები ბროლთ. ბეკას აგერ 1-2-3 კაცი აქეთ გადმოუყვანეს უკვე. ვიღაც შევიდა და წესი ღია. აქ მაინც აი რაინაირად იღებს აქ კაცი ბურთს. ვიდეოში გამოჩნდება იმედია. თელი ამ უკან დგომის არა გადავიღებ რა. შარია არ მინდა. ისეთი თამაშია კარტოს რო აი ისეთი თამაშიაში ვიგულისხმე რომ ჩვენი კონტროლის ქვეშაა მაინც რა. ანუ ის ბიჭებიც ვერ გვიქნიან საფრთხეს და დარწმუნებული ვარ რომ მეორე ტაიმში კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ანუ კაი ცუდა თამაშობენ რა ის ბიჭებიც მოკლედ გითხრა. სასტო ზურას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ამ მარტივი გოლების გატანის. ადრეც გაჩერდა. ანუ აი უმეტესად ისინიც დადიან, ჩვენებიც დადიან და აი მოხდებით აი მაგის ესეთი თამაშია თქვა. ჩვენ ვართ. თემო ავიდა. აი ეს თემოსი, აი არ მიაღებინა ამ. აჩქარა, ეს ძალიან კაი ასლები.
ვინა მიკიტა ნუ ან ზურას გოლი სურას აუწია ფეხი ჩამოუღო ბურთი შეუსრულა ინდივიდუალე მიკიტას ხედავთ ანუ უბრალოდ მთავარია რომ იმათ ნახევარზე იყოს ბურთი და შეცდომებს დაუშვებენ და რის შედეგადაც გავიტანთ ანუ ვის ნახევარზეც იქნება ბურთი ის გუნდი უშვებს შეცდომებს ანუ ორივე გუნდი შეცდომების დაშვების ხარჯზე ანუ ეს თამაში იგება შეცდომების დაშვების ხარჯზე და არა რაღაც კომბინაციების და პასების ხარჯზე დააკვირდით ვისაც უფრო მეტი დიდი ხანი ექნება აიცა დაგზუმოზმა ა გოლის აღნიშნვა ხო არ გაგიკეთებია აბა გააკეთე საფირმო მოვიდა ბურთი კარგია ნახევარდაცვა კაია ლადოს მოძრაობა მომეწონა ეს მოძრაობა მომეწონა ბექას დაძახებაც მომეწონა სტენკაც მომეწონა საიდ ცოტა შორიდან შემოუარა მაგრამ ბიჭო საიდან ასევს ეს რეაქტიული აქედან თუ ჩავარდი მე ლევანი ხო ყავდა ლადო რატო არ მიეცფას ლამის სახეში მოხვდა აბა მოძრაობა რაღაცა მოძრაობა რა კაია ზურა მიკიტა დაუძახე რომ გაგიტაროს ეს ხესო მარტო იმას ლევანი ისევ ლევანზე გადის კარგი ხარ აი ბიჭებო კარგები ხართ ნუ გო ბექა გენაცვალეთ ლამაზი იყო აი ეს მომეწორა შეგვიძლია ისე მარტივად თამაშიც რა ბექა კრასავჩიკ ნუ ბექა როგორც ყოველთვის არ მოდის ვარჯიშებზე რაღაცა უცებ გამოვარდება საიდანღაც სუპერ ფორმაში ლადო კარამდე მიაღწევ ვარჯიშზე უყურებდი მათ მეკარეს და მაღლებს ვაფშე ვერ რიღებდა და უბრალოდ კარში რო გაუშვას დარწმუნებული ვარ რომ გოლი გავა ან ისე გამოაგდებს მეკარე რომ აგე ხო თქვი ბიჭო ამოვიდა ლადო ამოვიდაოში ვთქვი ეგ შვენიერია ეს გოლი 10% ჩემია. ლადო! ამ გოლიდან 10% მინდა. არგე შოთა რაღაცებს ყვირს, მაგრამ აქამდე ვერ მოაღწია. ბურთი კი არა ხმა ვერ ამოაქ ძმას ცენტრამდე. მაგარი როუსტ კონტენტი არის. ბიჭები ხასიათზე მოვიდნენ და აგერ უკვე შეეთყოთ. ნახე რა. შვენიერი. ნუ გოყავს?
ნუგო გაათამაშე? შვენიერია. შვენიერია. ნუგო ნახეთ ბიჭო. არა, არ იყო ცუდი, არ იყო. ბრავო, ბრავო! ეს მიკიტა, არა, მიკიტა მგონი, თუ მიკიტა. ო, მიკიტა. მოუქნია. ოჩა. აი, ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გააზრებული შეტევა, მე მგონი, რომელიც ძალიან მომეწონა. ანუ მართლა შეტევით რო შეუტიოთ და არა ვიღაცის შეცდომით. ნათელი წერტილი. აქ უკვე აიჭრნენ ის ბიჭებიც რა. ხარბედა აქ ლადო корпуს თუ ჩააყენებს. Come on, man. ლადო პოზიციებზე არჩევთ. ბექა ესეთ. აია, მანდოე აბარა ბექა. ბექა შენ არაფერი ძმაო. ბექა, ნუ არ აპარაკები, კაცო, მსაჯით ყვილა ხო არაა ძმაო. კარგი რჩევა იყო ჯორჯი. ჯორჯის ანგარის ერთ საგოლე გადაცემა და ერთი კარგი რჩევა. ოპა. ჩავარდა საყარდენიას კარდეს პასი არ მეგავარდნილებ ახლა. ნუგომ შეავსო. შვენიერი გაშლა იყო. ეხა დაატრიალე ხარბე დაგერ ყავს ხალხი. ნუ ეს დატოვე ლუკა დატოვე სამკაცზე რატომ მიდიხარ? მორჩა. აი